კრემლი თბილისში გამართული ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს ქართულ პოლიციას მოსკოვიდან მოუწოდეს პასუხისგებაში მისცენ ის მოქალაქეები, რომლებმაც დედაქალაქის ცენტრში რუსული ენის დღის აღნიშვნა გააპროტესტეს. ბრიფინგზე მარია ზახაროვამ ანტისაოკუპაციო ლოზუნგების ავტორებს ექსტრემისტების გროვა, რადიკალები და ხულიგნები უწოდა. დაოცნებისგან მოითხოვა, რომ დემონსტრანტების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს. 6 ივნისს პუშკინის სკვერში რუსეთის ინტერესების სექციისა და პრორუსული დაჯგუფებების ღონისძიება სამოქალაქო მოძრაობა ქართული რესპუბლიკის წევრებმა გააპროტესტეს. მათ შეკრებილებს შეახსენეს, რომ ქვეყნის ოკუპაციის ფონზე მსგავსი აქციების გამართვა დაუშვებელია. მარიამ ლეკიაშვილი აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. მარიამ, გისმენთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პუშკინის ბაღში, სწორედ იმ ადგილას, სადაც 6 ივნისს რუსმა დიპლომატებმა რუსული ენის დაცვის დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს, თუმცა ქართველმა ხალხმა ეს რა თქმა უნდა გააპროტესტა და მათი მოთხოვნა იყო ის, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები მათი ენის დაცვის დღეს საქართველოში ვერ აღნიშნავდნენ. როგორც ჩანს, ეს არ ესიამოვნათ კრემლში და გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსთხოვა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიტანონ დასკვნები მომხდართან დაკავშირებით და მოახდინონ დროული რეაგირება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ დაისაჯონ პროტესტში მონაწილე ქართველი ადამიანები. მარია ზახაროვამ ადამიანებს, რომლებიც აქ რუსული ენის აღნიშვნის გასაპროტესტებლად მოვიდნენ, უწოდა ისეთი შეურაცხყოფელი სიტყვები, როგორებიც არის ექსტრემისტების ხროვა, რადიკალები და ხულიგნები. კრემლში არ ესიამოვნათ ეს ყველაფერი, როგორც აღმოჩნდა, თუმცა ეს ყველაფერი საინტერესოა იმის პარალელურად, რომ რუსეთი უკვე აქტიურად ცდილობს რუსეთი აქტიურად ცდილობს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონკრეტულად კი აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ენის ამოძირკვას, რაც ითვალისწინებს имас, რომ ოკუპირებული გალისა და ახალგორის სკოლებში ქართული ენით სწავლაც კი აკრძალულია. Знаете, это была кучка экстремистов. Ნამდვილად ეს ექსტრემისტების ხროვა იყო. დეტალურად არ გავჩერდები მათ ამორალურ ქმედებებზე, რათა ამ ყველაფერს რეკლამა არ გავუკეთო. უпростоროდ რო ვთქვათ კი ანტირეკლამა. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს ქართული სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით ანალოგიური ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, რაიმე ექსცესების გარეშე. რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, ასევე ერებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ერთ-ერთ სიმბოლოდ. მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების თუ ექსტრემისტების, ხულიგნების ქმედებებს. მათი კვალიფიკაცია უკვე საქართველოს სამართალდამცავების გადასაწყვეტია. გარდა ამისა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა უნდა იპოვონ ეს ხულიგნები და რადიკალები და დასაჯონ ისინი, შესაძლოა დასაფიქრებლად მათ ასევე უნდა მისცენ წიგნი ანდრონიკოვის შესახებ. შესაძლოა ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დამუხტულები დასცინიან რუს პოეტებს. დიახ, მარია ზახაროვასთვის ჯერჯერობით პასუხი არ გაუწიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, თუმცა აქ პუშკინის ბაღში შეიკრიბნენ ქართველი დიპლომატები, რომლებიც თავს ვალდებულად თვლიან, რომ პასუხი გასცენ კრემლს. როგორც ქართველი დიპლომატები ამბობენ, მათი პასუხი მარია ზახაროვასთვის არის შემდეგი, რომ საქართველო ოკუპანტი რუსეთის გავლენის ქვეშ ვერასდროს მოექცევა და რუსული ენის დაცვის დღე საქართველოში არ აღინიშნება იქამდე, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერად დაფიქსირება იმისა, რაც არის სინამდვილე და რაც არის მოსემულობა, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომ ამ ტერიტორიებზე ქართული ენა კვდება იმის გამო, რა პოლიტიკასაც აწარმოებს საოკუპაციო რეჟიმი კრემლიდან მართული, ამ ყველაფრის თქმა მათთვის იმდენად მიუღებელია და იმდენად, ასე ვთქვათ, არ შეუძლიათ გაუსწორონ სიმართლეს თვალი, რომ ამაზეც კი ამბობენ, რომ ეს არის რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და ასე შემდეგ. ყველა ადამიანმა სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება სხვაგან გაითვალისწინოს, რომ სანამ ოკუპირებულია ტერიტორიები ჩვენს დედაქალაქში, აი აქ თავარ მოედანზე, მათი ოფიციალური პირები, აქ უბრალო მოქალაქეებზე არ არის საუბარი, ვერ გამართავენ დემონსტრაციულად პოლიტიკურ აქტებს. თვითონ მკაცრი პოზიცია და ჩვენი დასჯის მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ
მათ უნდა მოთხოვონ ქართულ სახელმწიფოს, რომ მათ რეაგირება მოხდეს მსგავს ქმედებებზე. ანუ უნდათ რომ ქართულმა სახელმწიფომ რუსული ქმედება ჩაიდინოს და ქართველებს, რომლებიც მსგავს დღის აღნიშვნას ვაპროტესტებთ, დაგვსაჯონ და მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ დონის ღირსება შეგვჭა, რომ ამის გამო დავისაჯოთ კი არა, პირიქით მთავრობა უნდა აკეთებდეს ამის საწინააღმდეგო განცხადებებს და დღეს ჩვენი ბრიფინგის პარალელურად აუცილებლად უნდა იყოს მთავრობის ბრიფინგი, რომელიც უნდა ამბობდეს, რომ არავის უფლება არ აქვს ქართველ სამართალდამცავებს და სტრუქტურებს მიუთითოს ის, რომ როგორ უნდა მოიქცნენ, ვინ დასაჯონ და ვინ არა. განსაკუთრებით ოკუპანტ ქვეყანაზეა საუბარი. სალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ არავის უფლება არ უნდა კონდეს თავისი ინტერესების გატარების და ასე ღიად ამ ინტერესების პროპაგანდირების პირდაპირ საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრიბუნიდან. როგორც უკვე გითხარით, სწორედ აქედან პუშკინის ბაღიდან გასცემენ პასუხს სამოქალაქო საზოგადოების წევრები კრემლის ამ განცხადებას. ისინი რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.